$2020 წელი ძალიან მძიმე წელი იყო ყველა ზოოპარკისთვის და მათ შორის ჩვენთვისაც. ძალიან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ზოოპარკი დაკეტილი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით რომ გაგვიხორციელებინა ის სამუშაოები, რა სამუშაოების დაგეგმილი იყო. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის განხორციელებას შევძელით 2020 წელს, ეს გახდა ავიარიუმი, რომელიც არის ძალიან გრანდიოზული ნაგებობა. ეს არის ვოლიერი დიდი ფრინველებისათვის და წყალმცურავი ფრინველებისათვის, სადაც მათ შეიძლება ჩვეულებრივად ფრენა და გარდა ამისა დამთვალიერებლებს უშუალოდ შეძლებენ ამ ფრინველებზე დაკვირვებას. ანუ გულისხმობ, რომ მათ შეუძლიათ შიგნით ვოლიერში შესვლა და ესეთი ავიარიუმი საკმაოდ იშვიათობაა ევროპის ზოოპარკებშიც. ასე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვოლიერების მოწყობა, მაგალითად ჩვენ ჩამოვიტანეთ ბაზალტის ლოდები, რომლითაც მოვაწყოთ რამოდენიმე ვოლიერი, მათ შორის ჯიხვებისა და ნიამორების. აუშენეთ აფრიკულ ველურ ძაღლებს ზამთრის სახლები და ასევე დათვებს აუშენეთ თავშესაფარი, ამ შემთხვევაში უკვე ზაფხულის თავშესაფარი. 2020 წელს ასევე დავაპროექტეთ აფრიკის სავანა, რომელიც იქნება ყველაზე უფრო დიდი ვოლიერი თბილისის ზოოპარკში, მისი ფართობი დაახლოებით 8 ჰექტარია და გარდა ღია სივრცისა, ასევე გათვალისწინებული არის გრანდიოზული ნაგებობა ისეთი ცხოველებისათვის, როგორიც არის მარტორქები, ბეჰემოტები, ჟირაფები და ასევე ზებრები, ანტილოპები და სხვა მრავალი აფრიკული ცხოველები. გარდა ამისა გათვალისწინებულია საკმაოდ მოზრდილი ტბორის მშენებლობა ბეჰემოტებისათვის. ეს ვოლიერი ძალიან მნიშვნელოვანი ვოლიერია და დაახლოებით საფარი პარკის ტიპის ვოლიერს წარმოადგენს, რომელიც ასევე სიახლე იქნება ჩვენს რეგიონში. ასევე განვახორციელეთ სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, როგორც იყო თანხმოვანი შენებლობა, მაგალითად ავაშენეთ სათივე და სასაწყობო მეურნეობა. გარდა ამისა, რამოდენიმე 1000 ენერგი იქნა დარგული თბილისის ქვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთ-ერთი მთავარი სირთულე, რაც 2020 წელს იყო, ეს გახდათ ცხოველების ტრანსპორტირება, რომელიც შეზღუდული იყო მთლიანად მთელ მსოფლიოში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც შევძელით ჩვენ განზრახულის განხორციელება და ჩამოვიყვანეთ 2 კავკასიური დომბა და ასევე 2 მდედრი დასავლეთ კავკასიური ჯიხვი. ეს ორივე ცხოველი ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისათვის, რადგანაც კავკასიური დომბა გადაშენებული სახეობა არის კავკასიისათვის და ეხლა განზრახული გვაქვს დავიწყოთ მუშაობა მათი აღდგენისათვის, ჯერ რა თქმა უნდა ტყვეობაში და შემდეგ უკვე ვჩქერთ მათი ბუნებაში დაბრუნებაზე და გარდა ამისა დასავლეთ კავკასიური ჯიხვები, რომელიც ასევე ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელი ნუსხაში შეტანილია როგორც გადაშენების პირასპობის სახეობა და ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა მთელ მსოფლიოში.